დღეს ვიღებთ BMW X6-ს. სიმართლე რომ ვთქვა, ვერასდროს ვერ ვუმუღამებდი, იმიტომ რომ ბევრი არ იყო ჩემს გარშემო, შეხება არ მქონია, არც მიტარებია და დიდად ინფორმაცია არ მქონდა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გარემოცვაში ადამიანებს უბრალოდ არ ყავდათ ეს ავტომობილი, შესაბამისად არც ასე ვთქვათ, შინაურული, ინსაიდერული ინფორმაცია არ მქონდა ამ მანქანაზე მიღებული. ხო, ავტოგანხილვებიდან ვიცოდი ისიც უცხოური ავტოგანხილვებიდან. მაგის გამო, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად წარმოდგენა ვერ შევიქმნი ამ ავტომობილზე. თუმცა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაცა იყო ისეთი, რაც შეიძლებოდა, რომ აი, საგანძური არის დამალულიო და შეგიძლია რომ აღმოაჩინო. რა, აი, ამ ყველაფერს ვგრძნობდი, იმიტომ რომ მაინც BMW ხა და ესეთ რაღაცას აუცილებლად დატოვებდნენ. უცებ მოულოდნელად ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ ეს მანქანები მყავს და თუ გინდა გადაიღეო. ფოტოებს რო ვათვალიერებდი, იქ იყო ეს ავტომობილი X6-ს და დამაინტერესა. ოღონდ დამაინტერესა როგორ? თქვენ იცით რომ მე არ მიყვარს ერთი კონკრეტული მანქანის განხილვა. ანუ უბრალოდ რომ ერთი ავტომობილი ავიღოთ და მოდი ამის განხილვა გადავიღოთ, არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე აი ძირითადად უკვე გადაღეჭილი თემის კიდევ ერთხელ გადაღეჭვა. ყველა მაგას იხებს. უფრო მიყვარს აი მანქანების შედარება. და მინდოდა რომ ეს მანქანა შემენარებინა Turbo Jet-ისთან, იმიტომ რომ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ავტომობილის კონკურენტი არის Turbo Jet. იმის მიუხედავად, რომ ფასში საკმაოდ დიდი სხვაობაა. Turbo Jet-ის ყიდვა თუ შეგიძლია $200,000, ამ ავტომობილს შეიძლება დაახლოებით $80,000. მაგრამ მაინც ერთმანეთის კონკურენციაში მოდიან. იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით ერთი და იგივე მონაცემებია. ეს არის 4 და 4 8 ცილინდრიანი twin turbo ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 625 ცხენის ძალას, ხოლო Porsche არის 4 და 0 biturbo 8 ცილინდრიანი, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 628, 630 ცხენის ძალას. სხვა მონაცემებია ხოლმე. უბრალოდ ერთადერთი განსხვავება რაც არის, რომ Porsche ოდნავ არა ხო, 100 კილოთი ნაკლებს იწონის ვიდრე ეს ავტომობილი და შეიძლება 100 კილო საკმაოდ დიდი სხვაობა იყოს, მაგრამ მაინც ყველაფერს წყვეტს მანქანა როგორ დაკიდებაზეა, რა საბურავებზე დგას. ბევრი რამე ახდენს გავლენას, მოკლედ დრაგის შედეგზე. და მინდოდა ძალიან რომ ეს ორი ავტომობილი ერთად განამეხილა, მაგრამ სამწუხაროდ Turbo Jet-ის არ ეცალა და ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს მხოლოდ X6M-ზე გესაუბროთ. თუმცა როცა ჩამოვედით მცხეთაში და ეს ავტომობილი გავატარე და დავჯექი. პირველი რაც იყო, დათოს და გუგას რაც უთხარი იყო ის, რომ ეს მანქანა მცხეთაში გადასაღები არ არის და ტრეკზე უნდა წავსულიყავით. ამიტომ ეხლა უცებ მოგიყვებით ამის ვიზუალზე, ინტერიერზე, აი ესეთ რაღაცებზე ძრავს ჩაგახედებთ, საბარგულს გაჩვენებთ, იქ რაღაცა სტანდარტულ მიმოხილვებს გავაკეთებთ, იმიტომ რომ მე ვიღაცამ იტრიგადმა არ დაწერას, რომ ეს რანაირი განხილვა იყო, კი ჩვენ 700,000 ჯერ გვაქვს ნანახი უკვე, მაგრამ მაინც უნდა განხილა, იმიტომ რომ ეს არის. ანუ ესეთი რამე რო არ დაწერას, ამ ყველაფერს მაინც გაჩვენებთ და შემდეგ უკვე წავალთ ტრეკზე და ვნახავთ ამ მანქანას რა შეუძლიათ, იმიტომ რომ დამიჯერეთ. კომენტარებში ხმა არის მის ხოლმე, არის ყოველწლებელი ეგეთი. მე ეგეთი ხმით კითხულობ ხოლმე, ეგეთი დებილობა კომენტარებს. ამიტომ წავალთ ჩვენ ტრეკზე აუცილებლად და განახებთ, რომ ეს ავტომობილი არის ტრეკისთვის შექმნილი. ის არის უბრალოდ ცოტა მაღალი სედანი. რაღაცა ცოტა ისე რო დაიბადები, ხო იცი, ცოტა მაღალი რო დაიბადები, ყველას გაგას აი დათო. აი ეგ არის. ცოტა მაღალი სედანი. მაგ მონაცემებს და მაგ შედეგებს ყველაფერს ვნახავთ ტრეკზე. მანამდე მოდი დავიაროთ ახლა ეს მანქანა. ვიზუალი, სტანდარტული BMW-ს აგრესიული ვიზუალი, რომელიც ჯერ კიდევ მე თუ მკითხავთ, მაინც F სერიის ვიდს ინარჩუნებს, ცოტა ფარები, ცხაურა და ეს ყველაფერი ისეთი აქვს, რომ მაინც F სერიის ვიდზე გადის. ხოთა შორის რაც დავამუღამე არის ის, რომ M-ებსა და ჩვეულებრივ X6 შორის კრილოებზე დიდი განსხვავება არ არის. ანუ ადრე რო ვართ მიჩვეული, რომ მაგალითად თუ იყო რაღაცა კონკრეტული BMW-ს მოდელი ჩვეულებრივი კრილოებით, M-ი უკვე გვხვდებოდა ძალიან დადუტული და განიერი კრილოებით და აქ ეგეთი რაღაცა არ არის, მაგრამ რავი, ლამაზია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ავტომობილი არის საიუბილეო და საიუბილეოზე ხო რაღაცა განსხვავებული უნდა გაეკეთებინოთ. ფარებში გვაქვს, ასე ვთქვათ, ლაზერები, არ არის ჩვეულებრივი LED ფარები და აი ეს სხვადასხვა ფერში ლოგო, რომელიც საერთოდ არ გჭირდებათ, რომ საიუბილეო იყოს თქვენი BMW ჩადითვალიერასთან სექტორებში იყიდეთ და დააკრით. დისკები, თავით უცქოთ როგორც ვიცით BMW-შნი ყურათ ჩვენ. დისკები ლამაზია. ქარხნული დისკის ყველაფერზე ძალიან ლამაზია, რა ვიცი, გვაქვს დახვრეტილი აპორნები და ყველა ვიცით რომ ხა ამას რო ვხედავთ უკვე იქ. დახვრეტილი აპორნები სხვა თემა, უკვე სხვა კლასია ეს ყველაფერი. რაც შეეხება სარკეებს, გვაქვს M-ის სარკეები და მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ X6M არის უბრალოდ მაღალი M8. ჩვენ აქ გვაქვს M-ის სალონი, რასაც ვართ მიჩვეული. უკვე ახალი BMW-ბისგან, რასაც ვართ მიჩვეული, დიდი მონიტორი 1, დიდი მონიტორი დეშბორდი უკვე მეორე, M-ის საჭე, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება და უკვე ეს
კარგი რომ გამოუვიდათ ერთხელ, დატოვეს და ხელშიც კარგად იგრძნობა, ყველაფერი კარგად არის, შიფტერები აქვს, რა თქმა უნდა და კარგად არის ამ შიფტერების პოზიცია მე მომწონს. გვაქვს კარბონის დეტალები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საიუბილეო მოდელი, აქ კონკრეტულ ადგილებში გვხვდება კარბონის დეტალები. კონკრეტულად ამ ავტომობილს აქვს Harman Kardon-ის აუდიო სისტემა. Აი, აქაც კარბონის დეტალებია, აი, აქაც კარბონია და აი, აქაც მთლიანად კარბონი. 8 სიჩქარიანი გადაცემა და კოლოფი, რომელიც რეალურად გადამთორდა ბერკეტი იმართება ისევე, როგორც DCT კოლოფს. თუმცა თვითონ კოლოფი არის 8 ინჩი. აქ გვაქვს 2 საჭიქე, ამას ხას იმიტომ უსვამ, რომ ჩემ ავტომობილში საჭიქე არ მაქვს და დავიღალე. გვაქვს როგორც ტელეფონის დამტენი ესე ბრტყელი რომ დადო და დატენოს, ასევე რა თქმა უნდა და USB კაბელის პორტი. სავარძლები არის იდეალური, უკარგესი მატერიაც ხო კარგია და აი ჯდომის პოზიცია ეს ყველაფერი, ძალიან კარგი სავარძლებია. სავარძლები ძალიან მომეწონა. მასალებს რაც შეეხება, კაია, ნორმალურია, მომწონს. BMW-ს აღარ ვზრახავ იმის გამო, რომ საშინელ მასალებს გვიდებდა ერთი პერიოდი იმაში, რა ქვია, ავტომობილებში. წინ იჯდა დათო წელან გაატარა ეს ავტომობილი და შესაბამისად სავარძელი საკმაოდ უკან არის გამოწეული. და მე ვზივარ მშვენივრად. ჭერის სიმაღლე ძალიან მაღალია, აქ ადგილი წინ ბევრი მაქვს, ჰა? მე ვერ ვეტევ. მე ადამიანებზე მაქვს საუბარი. სავარძლების პოზიცია მომწონს, კარგად ვზივარ, ყველაფერი ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, უკანაც არის კლიმატ კონტროლი, რამდენიმე ეტაპიანი კლიმატ კონტროლი და რა ვიცი, უკანაც გვაქვს კარბონის დეტალები. გვაქვს ასევე ფარდა. ესე. კაი, მოდი ახლა ვნახოთ საბარგული. მოასმენეთ თქვენს მეუღლებს ეს ვიდეო. ძალიან დიდ ჩანთებს ჩაატევთ შიგნით. დამიჯერეთ. გარდა თქვენი მეუღლის ჩანთისა, თქვენ აქ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ჩანთაც ჩაეტიოს. ძალიან საოჯახო SUV-ია. ძალიან. ასეთი საოჯახო SUV მე არ მინახავს, მომწონს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეგობრებო, როგორც საოჯახო SUV სჭირდება 4 და 4 8 ცილინდრიანი twin turbo ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 625 ცხენის ძალას, რაც საკმაოდ კარგია. იმიტომ რომ ახლა ბევრი ადამიანი რო ჩაჯდება, 4 ადამიანი რო ჩაჯდება დაახლოებით 200-250 კილო ადამიანების რა ეს რო წონა რო დაემატება და პლუს ბარგი, რა ვიცი, ჭირდება. ჭირდება რა. აუცილებლად ჭირდება. რო დაგჭირდეს სამას. ხო, რა დაგჭირდეს, ხო უნდა წახვიდე რა, იცი, იქნება ვერ იტანს ბავშვი უგზოობას და გჭირდება რომ მიასწრო იმაზე. კამერები აქვს კიდევ, რავი, ხო, ამასაც ვიტყვი, თუ საინტერესოა კიდე 360 კამერები აქვს, ყველაფერს ხედავ, ყველაფერს აკონტროლებ, არაფერი პრობლემა არ გაქვს და წავედით რა ტრეკზე. არ გვინდა ცხეთავში ამანქანის გადაღება. წავედით ხა ტრეკზე, გავზომოთ 0-100, გავზომოთ 402, ვიაროთ ტრეკზე და ნახოთ გუდაურისთვის ოჯახს როგორ გამოადგება ეს მანქანა, რომ იქ მოსახლეობებში იაროს, კარგად, კომფორტულად. ხო ვისრიალებთ? ხო. უკანა ვიდეოში ხო ერთობა. და ვისრიალებ, პადოქს. ანა ვინმე ამოვარჩია და გული ვადგინოს. ცოტა ბევრი მანქანაა და ჩეპე გვაქვს. 1-2 მანქანა რიგშია. შეიძლება დონატები ვერც გავაკეთოთ, იმიტომ რომ პადოგი სუაღებული აქვს და თან ტრეკზეც რიგში არიან მანქანები. კაი, წავედით? წავედით, ჩამოვახციეთ რუსთავში როგორც იქნა და ეხლა ანა მაჩვენებს master class. იქიდან დაგელანჩა, გაივლიდე ტრეკზე, იქ მოსულმოყვიდოდი და დანაჩავდი. უკვე დამყარა. მეტი ჯერ მანქანა გაიგერა შო. მოიცადე, მანაზი არ ახლა არის ყველაფერს მოგასწავლე. რინგის ხელი გეტყობა. ხმარა კარგად მოვხმართ. გარეთ საერთოდ არ აქვს დიდი ხმა მანქანას, მაგრამ შიგნით მოაქვს ძალიან კარგად ხმა, რაც მე მომწონს პირადად რა. ესე დინამიკა მიყურე ხმარება მაგაში. არა შეიძლება არაფონია. ვერ ვარ, რა შეჭirdება.
ახლა დააგვიანე. და გამოიყენე მთლიანი ტრეკი მალევე ნოსილო პოვოს. დაგიდება სპორტშია? სპორტ მომზია? კი, ყველაფერი ვაფშე. კაი, საიდან დავლანჩოთ? შეგიდა. სადაც. აი. კაი. ანა, შენი ის არის ვიდეო და არაფერს არ ლაპარაკობ, რა წესია, იბაზრე რა. და თომე ტრეკზე დავდივარ, მცალია. კაი. კაროთე შევიყვანოთ. ანუ ნახე კორვეთ რა თემა არის 1600 კილოა, მაგრამ 495 ცხენის დავა ხო აქ? ამას უფრო მეტი, 625 აქ, მაგრამ ეს არის 2500 კილო. ხო, თან 400-ია ეს. 400-ია. ეგეც უნდა გაითვალისწინო. გაგორებულიდან წესით გაგვასწრებს. მაგრამ ადგილიდან 412-ზე საინტერესო იქნება ჩემი აზრით. გაგორებულიდან მე ხალხს არ ვუძებდეს. აქ იყო, ეხლა რომ ჩამოვედით რუსთავში, ამერიკული მასილქარების მოკლედ შეკრება რა. ადუღებდნენ საბურავებს, მაიმუნობდნენ და ხო ვეძებდი ამის შესაბამის კონკურენტს. და აქვე ამოვარჩი ერთი ახალი კორვეტი, ცერვა, რომელსაც აქ 495 ცხენის ძალა არის დაახლოებით 1700 კილოს, 1600 რაღაცა კილოს იწონის, როგორც ვიცი. ამ მანქანას აქ 625 ცხენის ძალა, მაგრამ იწონის 2500 კილოს. და ნახოთ. დაახლოებით თანაბარი პირობებია რა. ჩამოგიტოვე, აი ძალიან ჩამოგიტოვე. წამო. მიდი, კარგი რა. აი, გაგორებულზე გაგვესრო, ეხლა მსუბუქია და გაგვესრებდა, რა თქმა უნდა, რა თუნდა მაგას ახლა. ორი აზრი. გვიან დავაჭირე? გაგორებულზე გადის, არა, გადის. გადის, ხო, გვიან ხო არ დამიჭერე? არა. გაგორებულზე წონა მაინც თავისთავად შევა და გადის. კი. ადგილიდან უბრალოდ აზრი არ აქვს, ეხლა საბურავიც არ აქვს შესაბამისი რა, ვერ ეჭიდება. ადგილიდან სახეს ვაძრო. ადგილი ჩემია. ხო და ანუ ადგილიდან გაგასწრებს ახლა, იმიტომ რომ ვერ ეჭიდები რა, მაგრამ გაგორებულიდან ასწრებ. ანუ გადაცვალეთ საბურავი, მოეჭიდოს. არ მაინტერესებს. მოეჭიდოს, გავასე. აზრი არ აქვს. გაგორებულზე მასწრებ, აზრი არ აქვს. არა, ბიჭო, ადგილიდან ვარ მგელი. ადგილი ჩემია. ანუ დაჩაგრე ამერიკული გუნდები. ადგილი ჩემია. ხტე? ანუ ადგილიდან ბიძა ვარ. სხვათა შორის გაგორებ, ანუ ადგილიდან მე როგორც გავასწარი, რამ სიშორითაც გაგორებულზე მაგ სიშორით ვერ გამასწრებ. გაგორებულზეც კარგად მიყავდი რა. კი, არა, ანუ ძალიან თანაბრად ვიყავით იმაზე, ხო. წონა თავისე შვება რა, გაგორებულზე ყველა ვარიანტი გავუსწრებ და ეგ თავიდან ვიცოდით, მაგრამ სამაგიეროდ ადგილიდან იმდენით გავასწარით, რომ აი რავი, ორივე გაგორებულზე მაინც გასწრება გამოგვივიდა და ადგილიდან იმდენით გავასწარით და რა ვიცი, ანუ ვიდეოებშიც ხო ჩანს. ხო და ნუ ეგ მოლოდინიც იყო. საბოლოო ჯამში ეს მანქანა რომ შევაჯამოთ, მე ძალიან მომწონს. იმიტომ რომ ნუ ტრეკზე რაღაცების ხელისშევლება უნდა, ტრეკზე სიარულისთვის ცოტა ქანაობს და მაგას ნუ დაკიდების და იმით ეშველება და როგორც ასეთი ხმა, სავარძლები,
სიარულის ყველაფერი მე ძალიან მომწონს რა და რაღაცნაირად გამახსენდა ისევ ის BMW-ს ხასიათი, რაც ახალ მოდელებში ცოტა გვაკლია BMW-სგან. აქვს ამ მანქანას ძველი სული აქვს BMW-ს. ამიტომ ჩემგან დიდი კი. უბრალოდ დღემდე ვერ ამოხსენი, რატო ვერ მოიკიდა ფეხი ისე ამ მანქანამ საქართველოში, როგორც X5-ის ემებმა მოიკიდეს. გუგა როგორი მეყურებს ესეთათო? აი ესეთი მეყურებს. ანუ ისე ვიმზაესდებზე ფიქრობს, ესეთი მართლა გეუბნები, ესეთი სახით მეყურებს, აი? ჩემი არხი გამოიწერეთ, ზარის ხილაკი გააქტიურეთ. ჩემს სპონსორებს აუცილებლად უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ეგ კომპანიები არიან, რომლებიც CRX-ის პროექტზე დავიდნენ გვერდში და მაგათ დახმარებით ვახორციელებთ CRX-ის პროექტს. ეს არიან Connect-ი, რომელსაც Euro 5 სტანდარტის საწვავი აქვს და დამიჯერეთ, რომ Euro 5 სტანდარტის საწვავია, არავინ არ მოგატყუოთ, რომ არ არის Euro 5 სტანდარტის საწვავია. და ასევე Karu, საიდან შეგიძლიათ გამოიძახოთ ავტო ასისტენტები, მაგალითად ისეთი როგორც და თუ არის და გააკეთოთ ავტომობილები სახლიდან გაუსვლელად. დაზოგოთ 8 საათი. დიდი მადლობა მათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიწერეთ რამე კომენტარი. დებილობა. რამე დებილობა კომენტარი. ხალი და ბენუი რა უნდა იყოს ახლა. და ის კი კაცი მჭდარი იყო გაასწრებდა, ან დათო მჭდარი იყო და გაასწრებდა. აი დამიწერეთ ეგეთ დებილობები რა.